Ну, პირველ რიგში ხა თქვენ ჰარვარდის კლუბის განცხადება წაიკითხეთ და მინდა კიდევ ერთხელ ჩემი და ჩვენი გუნდის სოლიდარობა გამოვხატო, როგორც ბატონი ხაზარაძის, ჯაფარიძის, ისევე ყველა სხვა პოლიტპატიმრის მიმართ და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ რამდენადაც განსხვავებული არ უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები და დამოკიდებულებები ზოგადად ქვეყნის განვითარების მომავალთან და ზოგადად პოლიტიკურ პროცესებთან, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც არის ამ რეჟიმის მიერ დაკავებული, რა თქმა უნდა, ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები, რა თქმა უნდა, რადგან თავისთავად ეს საქმე და ეს კომისია, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, თავიდანვე იყო შექმნილი იმისთვის, რომ ანგარიშტორება განახორციელებინათ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ის გაცხადებული მიზანი, რომ თურმე ნაციონალური მოძრაობის დროს ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოეძიებინათ, ყველა კარგად ხედავთ, რომ ეს მიზანი არ იყო რეალური მიზანი, რადგან არც ერთი ის მაღალჩინოსანი, რომელიც რეალურად არის პასუხისმგებელი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, საერთოდ არ არის დაბარებული ამ კომისიაზე დღემდე, როცა ხედავთ, რომ იგივე გიორგი გახარიას უკვე მესამე დიბარებენ. ხა შეეხება გახარიას. პირველ რიგში უნდა ვთქვათ და კიდევ ერთხელ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რადგან ოცნების პროპაგანდა ყველანაირად ცდილობს, რომ გახარიას საქართველოში არ ყოფნა რაღაც შეფუთოს კომისიაზე გამოუცხადებლობად, მეცაც გეტყვით საერთოდ გაქცევად. რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ არის სიმართლე. გახარიას ჰქონდა დაგეგმილი ვიზიტი საკმაოდ დიდი ხნით ადრე, ეს არის ხანგრძლივი ვიზიტი, რომელიც ითვალისწინებს ვიზიტებს ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოში, დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეხლა თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ასეთი ვიზიტები ერთ და ორ დღეში არ ხდება და არ იგეგმება და ეხლა ის რაღაც პოსტის სასაცილო ისტორია რომ არის, რომ ჩაიბარა წერილიო და პოსტის თანამშრომელს არც უთხრაო, რომ ის საქართველოდან წასვლას აპირებდა, ეხლა რატომ უნდა შეხვიდე კომუნიკაციაში კურიერთან, ეხლა ეს კიდე ცალკე საკითხია და ამაზე რომ ამხელა ჭყალებში პოლიტიკოსი ხალხი საუბრობს, ეხლა ეს საერთოდ სიცილის და ღიმილის მომგვრელია, რა თქმა უნდა, არ ეტყოდა პირველ რიგში კურიერს, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე რიგში ის რომ მან თავად იცოდა, რომ დისტანციური ჩართვა ეს არის ამ კომისიის დებულებით გათვალისწინებული მეთოდი მოწმის გამოკითხვის. ამ ჩართვის შესაძლებლობას გახარიას თავაზობდნენ პირველად, როდესაც ის განიხილებოდა მისი კომისიაზე მისვლის საორგანიზაციო საკითხები და ანალოგიური ჩართვით უსარგებლია უკვე არაერთ ადამიანს აქამდე. გამოუცხადებლობის მიზეზს ამზადებენ თქვენი აზრით, იმიტომ რომ გარდა ამისა, სულ რო ეს მიზეზად არ ჩაითვალოს, ძალიან მძიმეა, რომელსაც როგორც ჩანს, სავარაუდოდ მის წინააღმდეგ ამუშავებენ. ბატონო, გამოუცხადებლობა ეს ერთი ნაწილია და მეორე ნაწილია, რა თქმა უნდა, მუხლი, იმიტომ რომ ახლა როდესაც მათ გადაწყვეტილი აქვთ, ასე ვთქვათ, საქმის შეკერვა, ამ შემთხვევაში გიორგი გახარიას მიმართ, ახლა სულ არ აინტერესებთ იქ რა საფუძველს დაუდებენ ამას, ხო? ახლა მათთვის მთავარი არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, პოლიტიკური შურისძიება და განსაკუთრებით გახარიას მიმართ, რომლის მიმართაც ეს პოლიტიკური შურისძიება თავად ივანიშვილმა დაანონსა ჯერ კიდევ ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც ის პირდაპირ ეთერში იჯდა, თქვენ ყველას კარგად გახსოვთ, ეს ინტერვიუ, ცნობილი ინტერვიუ და პირდაპირ ამბობდა, რომ საქმე უკვე ფაქტობრივად მზად გვაქვს, ეს არის მისი სიტყვები, სასამართლოს დონეზე დალაგებული, ესეც მისი სიტყვებია და ყველას მოუწევს პასუხისმგებაო და არა მარტო გახარიას, არამედ მისი გუნდის წევრებს, რადგან ისინი ჩვენი სიით იყვნენ შესული პარლამენტში, გახსოვთ თქვენ ეს. ამას მერე მოყვა გიორგი გახარიაზე ფიზიკური ანგარიშსწორება ბათუმში, შემდეგ ის ცნობილი დახვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის მიუნხენის კონფერენციიდან ბრუნდებოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება 2 ივლისს და ამით რომ ამოვწუროთ, გიორგი გახარია კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას და იმ კანონიერი, ასე ვთქვათ, უფლების გამოყენებას, რასაც ქვია კომისიასთან საუბარი დისტანციური ჩართვის გზით. ისე რომ 2 ივლისს, რა თქმა უნდა, ის არის მზად ესაუბროს კომისიას და თუ კომისიას მართლა სურს სიმართლის მოსმენა, კეთილი ირნებონ და კინო დაიმალებიან და ამას სხვა ჩვენ ვერაფერს ვერ დავარქმევთ გარდა იმისა, რომ ისინი მართლაც ემალებიან და ეშინიათ სიმართლის მოსმენა, იმიტომ რომ ვიკა რასთან გვაქვს საქმე გვაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების, ჩვენი კუთვნილი ისტორიული მიწების მშვიდობიანად დაცვასთან. და ამის გამო ედავებიან, ანუ ამის გამო ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ედავებიან, როგორ გაბედე და შენ საკუთარ კონტროლირება ტერიტორიაზე, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე, როგორ აღმართე საგუშაგო, რომლის მთავარი მიზანი იყო ჩვენი ტერიტორიების დაცვა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და თქვენ თუ იმ პერიოდის მედიას ამოიღებთ სიუჟეტებს, არაერთი სიუჟეტი არსებობს, სადაც პირდაპირ მოქალაქეები გთხოვენ სახელმწიფოს, რომ დაგვეხმარეთ, ვართ უკიდურესად რთულ მდგომარეობაში. კომისიაზე ქალბატონმა წულუკიანმაც აღიარა, რომ დიახ, იქამდეც ხდებოდა ჩვენი მოქალაქეების დაკავება, დაპატიმრება ოკუპანტების მხრიდან და მათ უგრძალავდნენ იმ ტყით სარგებლობას და დიდი ბოდიში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მის საოკუპაციო ხაზი შევინარჩუნეთ,
არანაირი მავთულხლართი იქ აგებული არ არის და პირიქით, აი სწორედაც რომ 17.9 მილიონი კვადრატული მეტრი შენარჩუნება მოხდა ეს ერთი. კი ბატონო, თუმცა ეს არის სახელმწიფო, რომელმაც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებს, ასე რომ ჟანრის ლოგიკა დაცულია მათი მხრიდან. მე მინდა გკითხოთ, რომ რა იქნება თქვენი სტრატეგია. აი თქვენ თვითონ ჩამოთვალეთ, რომ გიორგი გახარია იყო დევნის ფიზიკური ანგარიშსწორების, სისხლის სამართლის საქმის დევნის აბსურდული ბრალდებით, ყველაფრის სამიზნე, რა უნდა იყოს პასუხი თქვენი მხრიდან. მაინც ფიქრობთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა პარტიასთან, რომელიც აყალბებს, აი მაგალითად გადაცემის წინა სტუმართან ვსაუბრობდი, მათ შორის სტატისტიკასაც კი იქნება შედეგის მომტანი? იკა პირველ რიგში ნახეთ, აი ეს რომ ამოვწუროთ ეს თემა, რას აკეთებს დღევანდელი ეს ეგრეთ წოდებული კომისია, ხო? ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ანალოგიურ საქმეზე საქმე არის აღძრული de facto რეჟიმის, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ეგრეთ წოდებულ პარლამენტში და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ეგრეთ წოდებულ პროკურატურაში. კი ბატონო, ზუსტად პრეტენზიები აქვს ცოლუკიანს, რაც თავის დროზე ერთ-ერთზე იგივე პრეტენზიები აქვს ცოლუკიანს და მის ეგრეთ წოდებულ კომისიას, რა პრეტენზიებიც უკვე ამ შემთხვევაში ჩვენს მიმართ, ასე ვთქვათ, საქართველოს მიმართ, ქართული მხარის მიმართ აქვს. საგუშაგო როგორც პრობლემა. რა თქმა უნდა, ანუ თურმე შენი ქვეყნის ტერიტორიების დაცვა და შენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა, ეს ყოფილა შენი ქვეყნის ღალატი და საბოტაჟი. და დიდი ბოდიში და ამის შემდეგ რომ პრემიერ-მინისტრად დააწინაურეს და რომ ამბობენ რომ ეს იმიტომ გავაკეთეთო რომ deep state-დან ზარი გაისმაო. ანუ ეს აბსურდი რომც დავიჯეროთ, აი დაუშვათ დავიჯეროთ, ხო? და გავყვეთ მათ ლოგიკას, ანუ რა გამოდის მაშინ რომ თავადაც deep state-ის ინტერესებს ატარებდნენ? თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყანასთან, deep state-თან, იმიტომ რომ თავად შეასრულეს, ახლა მეტი რა უნდა მოგთხოვოს ეგრეთ წოდებულმა deep state-მა, თუ არა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის თავზე მოხვევა, ხო? ანუ შენ არ გინდა და დაგანიშნინეს. შენ არ გინდა და ძალით დაგანიშნინეს. ანუ რას ნიშნავს, რომ თუ მას ედავები უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაში, მაშინ შენ უფრო 10-ჯერ მეტად მოღალატე ხარ და 10-ჯერ მეტად თანამშრომლობდი იმ უცხო ქვეყანასთან და დიდი ბოდიში იმის მერე რა შეიცვალა, რა გარანტია აქვს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ოცნება, რომელიც თურმე 2012 წლიდან თვითონ ვერ ღებულობდა გადაწყვეტილებებს და მარტო deep state-ის კარნახით მოქმედებდა, რომ დღესაც არ იმოქმედებს deep state-ის კარნახით? თუ შემთხვევით deep state-ი ხომ არ შეიცვალა? შემთხვევით დღეს სხვა deep state-ის კარნახით ხო არ მოქმედებენ? ხო, მაგრამ ეს ყველაფერი გადაწყვეტილებებს შევხედავთ. უნდა და აბსურდულია, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ლოგიკას მოკლებულია და ელექტორალური გათვლებიც აღარ აქვს. ანუ ქართული ოცნება უკვე აღარ მუშაობს ელექტორატზე, აღარ მუშაობს გულის მოგებაზე თითქოს, გულისხმობ აი ამ სრულიად ურთიერთ გამომრიცხავ, თუნდაც აი ჩორჩანას საგუშაგოს წინ წამოწევა არ მისმის, რატო უნდა იყოს მომგებიანი. იმიტომ რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის ეს აღიქმება მართლა ჩოჩიევის პოზიციის დემონსტრირებად. ასეთი ძალა იღებს მონაწილეობას არჩევნებში. ძალა, რომელსაც საკუთარი ელექტორატი არ აინტერესებს. ფიქრობ თუ არა, რომ ამ თავითვე აქედანვე ჩანს, რომ ისინი გაყალბებისთვის ემზადებიან 26 ოქტომბერსაც რომ დავანებოთ თავი რაც გააკეთეს. გაყალბებისთვის რომ ემზადებიან ეს სასახა, მაგრამ აი ელექტორატს რაც შეეხება, ჩემ აზრს გეტყვით. კი ბატონო. მე ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით, რომ არ აინტერესებთ ელექტორატი, იმიტომ რომ დიდი ალბათობით აქ რა მოხდა, ნახეთ, მათ კარგად იციან, რომ ომის ფაქტორზე ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი არის მოწყვლადი და ყველა სენსიტიურად რეაგირებს და გასაგებია რომ ამ ქვეყანაში ომი არავის არ უნდა და აი ეს უცხო ქვეყნის სამსახურზე ეს სამსახური ბჭყალებში ასე ვთქვათ ვითომ ეგრეთ წოდებული deep state-ის სამსახური ნუ ესეც რაღაცა გარკვეულ შედეგებს ელექტორალურად ამ პროპაგანდისტული ხაზის გავრცელებით ისინი აღწევდნენ მაგრამ ჩორჩანას საქმეში უბრალოდ აიხლართნენ უბრალოდ ვერ გათვალეს ჩემი აზრით რომ ამ შემთხვევაში deep state-ი და ომი კი არა შენ ეს საქმე უკვე გახარია საქმე აღარ არის ეს საქმე არის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის საქმე გახარიას მხრიდან და ოცნების მხრიდან საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის საქმე. ანუ საბოლოო ჯამში თავად ლუსტრაცია განიცადეს, ანუ თვით ლუსტრაციის მომსწრენი ვართ, ანუ რეალურად ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, როგორი მოღალატე ხელისუფლება ყავს მათ ეგრეთ წოდებული თუნდაც დევანდელი აქციაზე, ხვალინდელ აქციაზე. რა თქმა უნდა, ვიქნებით ჩვენ ყველა აქციაზე ვართ, ყველა აქციას უერთდებით. ხა თქვენ იცით და თქვენი შემდეგი კითხვათან გადავალ ამ კითხვაზეც გულისხმობდა ჩვენს პოზიციას, ხო რამე ხომ არ შეიცვალა თქვენ მე გკითხეთ, ხო? არაფერი არ შეცვლილა ვიკა რა, მიუხედავად აი ამ გაუსაძლისი ვითარებისა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რაღაცა კვირების წინ კიდევ თითქოს საუბრობდით, რომ აი ავტოკრატიისკენ
მივდივართ, მაგრამ არანაირ ასად აღარ მივდივართ. უკვე ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმში ვართ, სამწუხაროდ ეს რეჟიმი უკვე შედგა როგორც ავტოკრატიული რეჟიმი, იმიტომ რომ ყველა აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით შეგვიძლია შევაფასოთ როგორც ავტოკრატიული რეჟიმი, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები თითქოს ერთის მხრივ არსებობენ, მაგრამ არსებობენ სრულიად ფორმალურად. ანუ სრულიად მოჩვენებითად. ეხლა ეს კარგად უნდა ესმოდეთ ჩვენს მოქალაქეებს, მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ ავტოკრატია იმას კი არ ნიშნავს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები არ არსებობენ. უბრალოდ ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ინსტიტუტები არსებობენ მხოლოდ ფორმალურად. ეხლა პარლამენტში ეხლა კობახიძე მივა და ანგარის ჩააბარებს თუ ვინ მივა, საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ერთპარტიულ და არალეგიტიმურ პარლამენტში. ჩვენ არჩევნებზე ეს მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, მიუხედავად ამ სიტუაციისა, რაც არის დღეს ქვეყანაში შექმნილი. პირიქით, უფრო მეტადაც დადასტურდა, რომ მოცნებას არ აქვს ის გეგმა, რომ თითქოს ვინმე შეითრიოს ამ არჩევნებში. ხა მას რომ ამ არჩევნებში ვინმე შეთრევა უნდადეს, არც ხაზარაძე ჯაფარიძეს ჩასვამდა 8 თვის ციხეში და მით უმეტეს გახარიას წინააღმდეგ 15 წელია სახლის არ აღზრავდა. თუმცა ამავე ლოგიკით სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც არიან დაკავებულები, ვინც ეწინააღმდეგებენ არჩევნებს. შევალთ და დამიჯერეთ, რომ აღმოჩნდება, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ოცნების რეჟიმის დასამარცხებლად.